იმის ახსნა, თუ რა არის ნევროზი და ვინ არის ნევროტული სტრუქტურის ადამიანი, არ არის მარტივი, მაგრამ დღეს ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იქნება. გამარჯობა, მე ვარ მაგდა ბერესტი, ფსიქოანალიტიკოსი და ამ აღრზე ვეცდები მაქსიმალურად მარტივი და გასაგები ენით ვისაუბროთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ფსიქოანალიზში ნევროტიკი, ანუ ნევროტული სტრუქტურის ადამიანი, არის პიროვნება შინაგანი კონფლიქტით. მას შეუძლია კარგად ადაპტირება ცხოვრებაში, რეალობის აღქმა შინარჩუნებული აქვს. შეუძლია სიყვარული მუშაობა სხვებზე ზრუნვა, მაგრამ ამასთანავე ის იტანჯება. დაიტანჯება არა უბრალოდ, არამედ შინაგანი წინააღმდეგობების გამო. უმეტესად გაუცნობიერებელი. ფსიქიკური სტრუქტურის ტიპებზე დეტალურად ვსაუბრობ სხვა ეპიზოდში, ამიტომ თუ არ გინახავთ, გირჩევთ, სანამ ამ ვიდეოს უყურებთ, აუცილებლად ნახოთ. თუ თქვენ ნევროტიკი ხართ, სავარაუდოდ ძალიან განვითარებული გაქვთ იდენტობის გრძნობა. გაქვთ წარმოდგენა საკუთარ თავზე, ხშირად დეტალური. იცით როგორი ხართ, რა მოგწონთ, რისი გეშინიათ, შეგიძლიათ საკუთარი თავის ანალიზი. მიდრეკილი ხართ ინტროსპექციისკენ. ანუ ხშირად ფიქრობთ, რატომ მოიქეცით ასე და არა სხვაგვარად. შეგიძლიათ საკმაოდ დიდხანს და თანმიმდევრულად ისაუბროთ საკუთარ თავზე. ვინ ხართ, რა გადაგხდათ თავს და როგორ გესმით ეს გამოცდილება. მაგრამ ამასთანავე თქვენ მუდმივად ეჭვობთ. თვლით, რომ არ ხართ საკმარისად კარგი, საკმარისად ჭკვიანი, საკმარისად ღირსეული. გაქვთ შინაგანი იდეალი იმისა, როგორიც უნდა იყოთ. უფრო ჭკვიანი, ლამაზი, სექსუალური, წარმატებული. ასევე არსებობს თქვენ ნამდვილი რეალური. და ამ ორ ვერსიას შორის წარმოიქმნება კონფლიქტი, ანუ იდეალურ მესა და რეალურ მეს შორის, რაც იწვევს დაძაბულობას და ხშირად არის მტაჯველი. სწორედ ეს არის ნევროტიკის პირველი მთავარი კონფლიქტი, რაც უნდა ვიყო და ვინც ვარს შორის. ხოლო მეორე კონფლიქტი, რა მინდა და რა უნდა გავაკეთოს შორის. შეიძლება რაღაცაზე ოცნებობდეთ, მაგრამ ამის უფლებას არ აძლევდეთ საკუთარ თავს. იმიტომ რომ ასე არ შეიძლება, ასე არასწორია, ასე არ იქცევიან. ცხოვრობთ ისე, როგორც საჭიროა და არა ისე, როგორც გსურთ. და ხშირად ამას ვერც კი ამჩნევთ, უბრალოდ განიცდით მუდმივ უკმაყოფილებას, შფოთვას. ეს წარმოშობს უამრავ სიმპტომს, დაბალ თვითშეფასებას, შფოთვას, სექსუალურ სირთულეებს, პრობლემებს სიბრაზის გამოხატვაში და სხვას. გეშინიათ უარყოფის, გცდილობთ ვიყოთ კარგი მოსახერხებელი, ადვილად გტკენთ კრიტიკა, გეშინიათ რომ შეწყვეტენ თქვენს სიყვარულს, რომ მიგატოვებენ. ეს განცდები არ არის გაანალიზებული და ხანდახან არ ვიცით, რატომ ვგრძნობთ თავს ასე. ამიტომ გაუაზრებლად ვუშვებთ ცეცნომებს სხვებთან ურთიერთობებში, საკუთარ თავთან მიმართებაში, რაც კიდევ უფრო დიდ დანაშაულის გრძნობას იწვევს და კიდევ უფრო ეცემა ჩვენი თვითშეფასება. და ასე იქნება ჩაკეტილი მანკიერი წრე. თითქოს ჩარჩენილი ხართ ამ შინაგან კონფლიქტში და სწორედ ეს გხდით ნევროტიკად, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ. ნევროტული სტრუქტურის ადამიანი არ არის ავადმყოფი. ეს უბრალოდ ადამიანია, რომელიც იტანჯება საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მაღალი სტანდარტებით და ცოცხალ, სპონტანურ და ნამდვილ ადამიანად ყოფნის შეუძლებლობით. და როგორ ოჯახებში იზრდებიან ნევროტული სტრუქტურის ადამიანები? პარადოქსულია, მაგრამ ხშირად ძალიან კარგ ოჯახებში. თქვენ კარგი წესიერი ოჯახიდან ხართ, მშობლები ცდილობდნენ სწორად აღეზარდეთ. ჩადეთ თქვენში მაქსიმალური სიყვარული, ზრუნვა და მონდომება. გზდიდნენ კარგად და სწორ ადამიანად, მაგრამ სწორედ აქ იმალება პრობლემის მთავარი არსიც. ხშირად ეს იყო ოჯახი, დედა, მამა, და-ძმაც. ხშირად ბებია და ბაბუაც, ახლო-მახლო. ყველაფერი იყო სტრუქტურირებული და ამ სტრუქტურაში თითოეულს თავისი როლი ჰქონდა. ვიღაც პასუხისმგებელი იყო ზრუნვაზე, ვიღაც დისციპლინაზე, ვიღაც წარმატებაზე და შემოსავალზე. მაგრამ ხშირად ადრეული ასაკიდან ოჯახის წევრები ბავშვს არ იღებდნენ ისეთად, როგორიც არის სინამდვილეში. ცდილობდნენ მართვას, გაუმჯობესებას, საუკეთესო ვერსიის შექმნას. შესაძლოა გაკრიტიკებდნენ ან პირიქით ზედმეტად გიცავდნენ, ქმნიდნენ სათბურის პირობებს. გიგრძელავდნენ თავისუფლად გამოგეხატათ სიბრაძა, გეკამათათ, პასუხი მოგეთხოვათ უფროსებისთვის. გასწავლიდნენ ყოფილიყავით მოსახერხებელი, კარგად აღზრდილი, მორჩილი. ეს ხდებოდა არა მხოლოდ ოჯახში, არამედ სკოლაში, საზოგადოებაშიც.
შესაძლოა გარცხვენდნენ ან გაგრძნობინებდნენ დანაშაულს, რათა კარგად გაგეგოთ, როგორ არის საჭირო. და სათხაც სულის სიღრმეში შეითვისეთ მნიშვნელოვანი, მაგრამ მტკივნეული აზრი. ისეც, როგორიც ვარ, არავინ შემეყვარებს. მხოლოდ მაშინ ვეყვარები სხვას, თუ ისეთი ვიქნები, როგორი მოლოდინიც აქვთ. და ეხლა ხართ სხვების მოლოდინის გამოცნობაში გამოდმებით. აი საიდან ჩნდება სიყვარულის დაკარგვის შიში, უარყოფის შიში. შიში იმისა, რომ თუ რაიმე არასწორს იტყვით ან გააკეთებთ, ვიღაც მიგატოვებთ ან გაგიბრაზდებათ, აღარ ეყვარებით. ამიტომ ხშირად გაქვთ მოთხოვნილება გადაამოწმოთ. სხვას ისევ უყვარხართ თუ არა, მიუხედავად ყველაფრისა. სწორედ აქედან ყალიბდება ის ნევროტული სტრუქტურა, შეუძლებლობა იყოთ საკუთარი თავი, რადგან ეს სახიფათოა. არსებობს მარტივი ფსიქოანალიტიკური ტესტი, რომ გაიგოთ ხართ თუ არა ნევროტიკი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მშობლებს ეუბნებით რაღაცას გულწრფელად, პირად და საკმაოდ უხერხულს. მაგალითად, მე აღარ მინდა მუშაობა, მივდივარ სამოგზაუროდ, მე არ მინდა შვილები, მეუღლეს ვეყრები, იმიტომ რომ უბრალოდ აღარ მომწონს ეს ურთიერთობა. არ მინდა ოჯახის შექმნა, ვეწევი. თუ შეგიძლიათ ეს უთხრათ და მიუხედავად იმას, რომ მათ ეს ინფორმაცია არ მოეწონებათ, იცით, რომ მაინც მიგიღებენ, არ გააუფასურებენ თქვენს სიტყვებს, არ შეეშინდებათ, არ დაიწყებენ თქვენს კრიტიკას, გადაკეთებას, არ იქნება კონფლიქტი. მაშინ შესაძლოა არ ხართ ნევროტული სტრუქტურის ადამიანი და თუ ამის წარმოდგენისიც კი გეშინიათ, იცით, რომ მშობლების რეაქცია იქნება ბრალდებების, სირცხვილის, გრძნობის აღძრა, კრიტიკა. დიდი ალბათობით ნევროტიკი ხართ. და რატომ არის მნიშვნელოვანი ამის ცოდნა და გააზრება, ამაზე მუშაობა? იმიტომ რომ ნევროზი არა მხოლოდ ნაკლებად ბედნიერს გხდით, არამედ აფუჭებს თქვენს ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან. შეიძლება მაგალითად კვლავ და კვლავ ერთ და იგივე სცენარში მოხვდეთ. ირჩევდეთ პარტნიორებს, რომლებიც გამცირებენ, უგულებელყოფენ თქვენს გრძნობებს, გაკრიტიკებენ. ან აგებდეთ ნორმალურ ურთიერთობებს, მაგრამ მათში თავს კარგად და თავისუფლად ვერ გრძნობდეთ. რადგან ბოლომდე ვერ იხსნებით, ბოლომდე არ გჯერათ. ან თუნდაც ითმენდეთ ურთიერთობაში ძალადობას, რადგან გრცხვენიათ გაბრაზება. გეშინიათ თავის დაცვა, რადგან თქვენ ძალიან კარგი ადამიანი ხართ. მშობლებთანაც არ გაქვთ ყველაფერი მარტივად. გიყვართ ისინი, გებრალებიან, ამართლებთ. ისინი თავად იყვნენ უბედურები ოდესღაც, ამართლებთ მათ საქციელს, როცა არასამართლიანად და ცუდად გექცეოდნენ ბავშვობაში, მაგრამ სულის სიღრმეში კვლავ ბრაზობთ. წინთ, რომ არ შეგიძლიათ მათთან იყოთ საკუთარი თავი, რომ იძულებული ხართ ითამაშოთ როლი, შეეგუოთ. და გეწყინებათ იმის გამო მომავალში, რომ მათ შესაძლოა დღესაც არ იციან თქვენი ნამდვილი მე და არ არიან მზად მიგიღონ ასეთი. ხშირად ეს წყენა და ბრაზი განიდევნება, მაგრამ შეგრძნები არსად ქრება და ერთ დღესაც ძალიან გაბრაზდებით. რაღაც ისე სიტყვით და გააკეთებთ, რაც გაგიმძაფრებთ დანაშაულის შეგრძნებას და განანებინებთ ყველაფერს, რაც თქვით. შემდეგ კი ისევ ეცდებით მაქსიმალურად მომთმენი გახდეთ და აიტანოთ. თუმცა ამით არაფერი შეიცვლება. თუ თქვენი საკუთარი თავი ნევროტული სტრუქტურის ადამიანის აღწერაში ამოიცანით, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. არა იმიტომ, რომ თქვენთან რაღაც არასწორად არის, არამედ იმიტომ, რომ იწყებთ დანახვას, როგორ ყალიბდებოდა თქვენი გრძნობების შიშების სცენარები. და ახლა გაქვთ შანსი შეცვალოთ ეს. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად ამაზე მუშაობა ძალიან რთულია და მოგვიანებით ახსნი რატომაც, მაგრამ მე აუცილებლად გავაკეთებ შესაბამის პლეილისტებს, რომელიც მიეძღვნება მშობლებთან ურთიერთობას, კომუნიკაციებს, ემოციების გაანალიზებას. იქ დეტალურად განვიხილავ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვობის გადახედვა, როგორ არ ჩავრჩეთ ბრალდებებში ან დანაშაულის გრძნობაში და როგორ ვიპოვოთ შინაგანი თავისუფლება. მაგრამ ახლა მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე რეკომენდაცია, რომელსაც ჩემ პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ. ვისაუბრებ იმაზე, თუ რაზე ღირს ყურადღების გამახვილება, თუ გსურთ დაიწყოთ მოგზრაობა მეტი ემოციური სიმწიფისკენ და თავისუფლების მიმართულებით. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშობლებთან ურთიერთობების შინაგანი რევიზია. მაშინაც კი თუ ცხოვრობთ უკვე ცალკე, ზრდასრული ხართ, ან თავად გახდით უკვე მშობელი,
თქვენ მაინც რაღაცაში აგრძელებთ თქვენი ბავშვობის სცენარს. ამ სცენარიდან ბევრი რამ ვლინდება პარტნიორულ ურთიერთობაში, მეგობრობაში ან სამსახურეობრივ ურთიერთობებში. ეს არის თქვენი ძველი გამოცდილების ანარეკლი, როგორიც უნდათ ენახეთ, რას ელოდნენ თქვენგან, რას გიგრძალავდნენ. სადეთ დაუსვათ საკუთარ თავს შეკითხვები. რა გრძნობები არ შემეძლო მქონოდა ოჯახში? რაში მაკრიტიკებდნენ ყველაზე ხშირად? რა თვისებებს იღებდნენ ჩემში უპირობოდ, რა მოსწონდათ? რაში ცდილობდნენ ჩემს გაუმჯობესებას? რა აღნიშნულებს მაძლევდნენ მშობლები? მაგალითად, ჭკვიანი, მაგრამ ზარმაცი, ლამაზი, მაგრამ სულელი, უსაქმური და ესე შემდეგ. ბავშვობის დროინდელი აღნიშნულების გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ჩვენი საკუთარი თავის აღქმის ნაწილები ხდებიან. და მთავარი კითხვა: რისი ჩვენების მეშინია კვლავ ჩემი მშობლებისთვის? თუ არ შეგიძლიათ მათთან იყოთ საკუთარი თავი, ესე იგი შიგნით რჩება ეს ბავშვური ფიგურა, იდეალური შვილისა, რომელსაც იცავთ ნაცვლად იმისა, რომ იცხოვროთ როგორც ზრდასრულმა. მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ემოციების გაანალიზება. ძირითადად ამ სამი ემოციის სიბრაძე, დანაშაულის გრძნობა და სირცხვილი. ნევროტიული სტრუქტურის ადამიანს თითქმის ყოველთვის ჩახშობილი აქვს სიბრაძე და ჰიპერტროფირებული აქვს დანაშაული და სირცხვილი. ეს ლოგიკურიც არის, რადგან სიბრაძეს გრძალავდნენ, ხოლო დანაშაულს და სირცხვილს ნერგავდნენ, რომ აღეზარდეთ. არ გჭირდებათ აგრესიული გახდეთ, არ არის საჭირო ვიღაცებთან გამოხატოთ თქვენი აგრესია პირდაპირ, მაგრამ გჭირდებათ ისწავლოთ თქვენი სიბრაძის აღიარება, როგორც მნიშვნელოვანი ემოციის, რომელიც საუბრობს თქვენს საზღვრებზე და საჭიროებებზე. მის გარეშე თქვენ ან საკუთარ თავს თრგუნავთ, ან იზიდავთ მათ, ვინც ამას თქვენ მაგივრად გააკეთებს. გირჩევთ დაიწყოთ შემდეგი თემებით. როგორ გამოვხატოს სიბრაზე ძალადობის გარეშე, მშვიდად მტკიცეთ პატივისცემით. როგორ არ ჩავყვაპო წყენა, როგორ შევწყვიტო ცუდად გამოჩენის შიში სხვების თვალში. დანაშაული და სირცხვილი კარგი ემოციებია, თუ ისინი ხანმოკლეა და ადეკვატური, რაციონალური, მაგრამ ნევროტული სტრუქტურის ადამიანთან ისინი ხდებიან ფონი, რაც ხელს უშლის გამოვლინებას. ისწავლეთ გარჩევა, ეს არის რეალური დანაშაული თუ ავტომატური რეაქცია. მესამე არის კომუნიკაცია. როგორ შეწყვიტოთ მოსახერხებლად ყოფნა. მოიძიეთ მასალები შემდეგ თემებზე. კონსტრუქციული კონფლიქტის უნარები, არა თავისარიდების, არა ჩახშობის, არა გაქცევის. თავდაჯერებულობა, თხოვნა, უარის თქმა, არას თქმა. როგორ ისაუბროთ ზრდასრულის პოზიციიდან და არა ბავშვის პოზიციიდან, რომელსაც ჭირდება მოწონება. თქვენი მიზანია ცოტათი გათამამება. დიახ, უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცოტა მეტი თავხედობის უფლების მიცემით, მისცემთ საკუთარ თავს უფლებას იყოთ ცოცხალი, არა იდეალური, მაგრამ ნამდვილი. და დავუბრუნდეთ იმ ფრაზას, რაც წუთაღნის წინ თქვი, რატომ არის რთული გაიაროთ ეს პროცესი მარტო. ცოდნა არ ნიშნავს გრძნობას, ანუ არ არის გამჯდარი კარგად, მაშინაც კი თუ ყველაფერი გაიგეთ თეორიულად. რატომ გეშინიათ სიახლოვის, რატომ გიზიდავთ ტოქსიკური ურთიერთობები, რატომ მიხდით მუდმივად ბოდიშს. აი ამის ცოდნა არ იძლევა ავტომატური გარდაქმნის გარანტიას. რადგან ცვლილებები ხდება მხოლოდ ურთიერთობებში. როცა ჩდება ვინმე, ვინც თქვენს მიმართ არ იქცევა ისე, როგორც მაგალითად თქვენი მშობელი. ვინც არ გაუფასურებთ, არ გთგუნავთ, არ მანიპულირებს, არ გაკრიტიკებთ, არამედ გხედავთ ნამდვილს და გიღებთ. თუ უკვე გყავთ ესეთი ადამიანი, მეგობარი, პარტნიორი ან თერაპევტი, გაყევით ამ გამოცდილებას. თუ არა, მაშინ ეძებეთ. არა იმიტომ, რომ თქვენ გატეხილნი ხართ და ვინმე გჭირდებათ, არამედ იმიტომ, რომ ძველი პატერნების შეცვლა შესაძლებელია ახლით, თუ შესაბამისი მაგალითი გაქვთ. სწორედ ამიტომ ფსიქოანალიზში ვამბობთ, მშობლებთან ურთიერთობების გადაწყობა შესაძლებელია მხოლოდ ახალი ურთიერთობების მეშვეობით, სადაც შენ აღარ ხარ ბავშვი, რომლისგანაც ყველაფერს მოითხოვენ და რაღაცებს ელიან. თუ ასეთი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში უკვე არის, თუნდაც ერთი, უკვე ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. შეგიძლიათ ისწავლოთ ემოციების სხვაგვარად განცდა. არ გეშინოდეთ იყოთ საკუთარი თავი. შეწყვიტოთ ადაპტირება ყველასთან. გარისკოთ იყოთ ცოცხალი და არასრულყოფილი.
და რატომ ვერ ვიცით ჯერ კიდევ ურთიერთობების აგება. რატომ ვერ ვისწავლეთ? ძალიან ხშირად ხდება ასე. ადამიანმა უკვე ბევრი რამ გაიგო, ბევრი რამ დაამუშავა. შესაძლოა თერაპიაშიც იყო რაღაც პერიოდი, მაგრამ მაინც არ შეუძლია ახლო სტაბილური ბედნიერი ურთიერთობების აგება. ეს არ არის ცუდი კარმის ან არასაკმარისი განკურნების შესახებ, ეს არის იმის შესახებ უფრო, რომ ჩვენ ძალიან გვაკლია ნიმუშები. ჩვენ არ გვინახავს, როგორი შეიძლება იყოს ეს რეალურ ცხოვრებაში. იშვიათად შევხვდებით მამაკაცის ან ქალის ან ურთიერთობების კარგ მოდელს, ჯანსაღ მოდელს, სადაც იციან გულწრფელად საუბარი გრძნობებზე, რბილად და ამავე დროს ძლიერად ყოფნა, ურთიერთობების აგებას შიშის გარეშე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოდელი არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა თქვენ იქნებით ის ადამიანი, რომთაც დაიწყება ახალი ხაზი. თქვენ თავად შექმნით ასეთ მოდელს სხვებისთვის და თქვენთვის. ეს არ არის ადვილი, მაგრამ სწორედ თქვენი შინაგანი სირთულეები, სწორედ ის ტკივილი, რომლითაც მოხვედით, შეიძლება გახდეს საწვავი ამ ზრდისთვის. და რატომ გვჭირდება საერთოდ ეს ყველაფერი? იმიტომ რომ უკვე გრძნობთ, რომ ძველებურად ცხოვრება აუტანელია. იმიტომ რომ თქვენში იღუჯებს ადამიანი, რომელსაც სურს იყოს საკუთარი თავი და არა ვიღაცისთვის მოსახერხებელი ვერსია, ან ვიღაცებისთვის. იმიტომ რომ თქვენ დაიმსახურეთ ურთიერთობები, სადაც არ არის საჭირო თვალთმაქცობა, დამსახურება, ახსნა, გამართლება და თუ თქვენ ამას ყველაფერს ისმენთ და გაქვთ რეაქცია, ესე იგი უკვე დაიწყეთ. და მე ჩემი მხრიდან აუცილებლად გავაგრძელებ მომავალში ამ თემის დეტალურად ჩაშლას, რაც ვფიქრობ დაგეხმარებათ უფრო შორს წახვიდეთ. მანამდე კი გამოიწერეთ ჩემი არხი აუცილებლად და მოიწონეთ ეს ვიდეო. ეს ჩემთვის იქნება ნიშანი, რომ თემა თქვენთვის საინტერესო და აქტუალურია. ასევე ნუ მოგერიდებათ კომენტარების დაწერა, რადგან თქვენი კომენტარები და უკავშირი მეხმარება უკეთ გავიგო, რომელ თემაზე საუბარი იქნება თქვენთვის უფრო საინტერესო. დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის.